მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით. გათხოვდებით თუ არა ამ წელს პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. აი აქ არის ჭიქები. მე ესე გამოვწევ და რომ არ შემიშალოს ხელი და დავიწყებ. მოდით ჯერ თითო კარტს ამოვყრი პირველი ვარიანტისთვის, ხო? ყველა ჩემ გამომწერს მივესალმები. სტუმრებო, გამოიწერეთ არხი. ძალიან ბევრი საინტერესო რიტუალები და გაშლებია, ყავის ფინჯანია. პირველი ვარიანტი, ჩაიფიქრეთ. აქ ბრძოლა მიმდინარეობს, იცით, ხუთიანი კვერთხები. ან თქვენ თავს ებრძვით, ან ორი პიროვნება უეჭველი და ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი ამოირჩიოთ. აი, ესეც ფიქსირდება პირველი ვარიანტი. და ნახოთ, რას იზავთ. კი, არჩევთ, რომელი უფრო მატერიალურად მისაღებია და რომელი უფრო გამოგადგებათ ცხოვრებაში, ანუ ცხოვრებისთვის ფიქრობთ, მიხვდით, ხო? ამოდის პრინცი, ამოდის ჩემო კარგებო, ნახეთ, აი პენტაკლის პრინციც ამოდის. არ გამოვრიცხავ, აქ კიდე მესამე ადამიანია, ორი და მესამე, მიხვდით, ხო? შეიძლება ცოტა დაბნეული ხართ და წარსულიდანაც არის ადამიანი და სულ სამი ადამიანი ამოდის, მიხვდით, ხო? კარგით, აბა რა სიტყვის ახლა ყავის ფინჯანი ვნახოთ. პირველი ვარიანტი. მოდით მე ამას გადავდებ იქეთ, რომ არ შემიშალოს ხელი. აქ ვარ და გავწევ. აი, ასე თქვენის ნებართვით. ხო, თქვი წარსულის ამბებია აქ პირველი ვარიანტი. ნახეთ, როგორ არის. წარსულში რაღაცა დაკეტეთ თქვენ ურთიერთობა, რომელიც ესე იგი არ გამოგადგათ. აქ არის კვამლიც ასდის სხვათა შორის, თითქოს აი რაღაცა სუნდუკივითაა დაკეტილი, ჩაკეტილი, მაგრამ თქვენ გეგონათ ადრე რომ სულ ჩაკეტეთ, მაგრამ იცით რა არის, შეიძლება ან 7 წლის მერე იყო კიდე შეხვედრა, ეს რაღაცა ციკლივითა გაქვთ, იცით, 7 წლიანი, აი ეს ტრიალებს თქვენ თავზე, ან არ გამოგდით ურთიერთობა ყოველ 7 წელში, მიხვდით, ხო? სამიანიც არის ზოგს 3 წელში ერთხელ. აქ რა არის, იცით, თითქოს ეს აი მოყვებათ, რომ არ იყოთ წყვილში ერთად, აი ძახილის ნიშანია დასმული, მიხვდით, უყურეთ, ძახილის ნიშანია დასმული. ბაშმაჩოკი რა არის ახლა, ხო? ფეხსაცმელი, ანუ რომ ესე იგი ან პარაში არ იყოთ. პარას ნიშნავს, ხო? ურთიერთობას ნიშნავს, ხო? გადაადგილებას ნიშნავს, მიხვდით, ხო? გასაგებია, აქ რუნებია. შეიძლება თქვენ იყენებთ რუნებს, ან თქვენზეა გამოყენებული რუნები, რომ სწრაფი სიტუაციების, აი 7 წელიწადში, 3 წელიწადში ერთხელ მოხდეს გადაადგილება, შეცვლა სიტუაციების თქვენ ბედთან დაკავშირებით. აქ კი არის, რომ გაგიმართლათ კიდეც იყო ვარიანტები, მაგრამ მაინც თითქოს პირველ სიტუაციას გავს ეს ყველაფერი და იმიტოა აქაც ბრძოლები, აი აქ პირველ სიტუაციას უყურეთ, ეს ხუთიანი კვერთხები. პიროვნება შეიძლება თქვენც ეჭვიანობთ, შეიძლება ისიც ეჭვიანი იყო, არ გამოვრიცხავ ამას. ანუ რას გეუნებათ სიტუაცია, უყურეთ რა. დადიხართ, კი, თქვენ საქმეებს აგვარებთ, აქეთ, იქეთ, არის ბევრი გზები, მაგრამ სულ გადაჭრილი გზებია, უყურეთ, სულ იქსები გაქვთ, სულ გადასმული გაქვთ, სულ აი აქაც უყურეთ, სულ კითხვის ნიშნები, შეწყვეტილი სიტუაციები, შეწყვეტილი ურთიერთობები, მიხვდით, ხო? თითქოს აი ჯოხს გირტყავთ ვიღაცა ხელებში და ფეხებში.
გასაგებია. ნუ წარსულში აქაც აი ზუსტად აქ დაფიქსირდა ორი ადამიანი, აი აქ დაფიქსირდა ორი ადამიანი მეგობრებო. აი ამაში დაფიქსირდა, აი აქეთ დაფიქსირდა ორი ადამიანი როგორც ტაროზე. ნუ ძალს იქეთ, ძალს აქეთ. აქ იყო ჩარევა, ჩამოკარგებო, იყო ჩარევა, მე გეტყვით, ურთიერთობა, გულის ტკენა, ჩარჭობა იყო. იცით რა არის აქ შეიძლება სასამართლო პროცესი ამოვიდა, შეიძლება ურთიერთობაში ვისაც ესე იგი ქორწინებაში იყავით, ნუ განქორწინება შედგა, მაგრამ აქ ბავშვებიც ამოვიდა, 2-3 ბავშვი ამოვიდა, შეიძლება ცალ-ცალკეც ყავს, შეიძლება 2, შეიძლება 3, ხო? 4-იც დაფიქსირდა. აქ რაღაცა ორსულობა იყო შეწყვეტილი, ან მე სპეციალურად შეწყვიტეთ, ან შეგიწყდათ, როცა ურთიერთობა დამთავრდა, ამას ამბობენ გენაცვალე. ვიღაცას ხელი აქვს Q-ასოს, V-ასოს თქვენზე, P-ასოც არის, Z-ასოც არის თქვენზე, აი უნდა მოვიდეს, უნდა, მაგრამ ვერანაირად ვერ მოდის. იცით რატო? ცოტა ფინანსები უშლის ხელს, მიხვდით ხო? და თვითონაც იცის, რომ არ არის ან ვერ არის ჯერჯერობით ის კანდიდატურა, აი თქვენ შეიძლება გიფიქრიათ, რატო აყოვნებს, ან ხელისთხოვნას, ან შეხვედრებს, ან ბოლოს და ბოლოს, აი აქ 3-იანია, შეიძლება 3 წელი ხართ ერთად, 3 თვე ხართ ერთად და რატო აყოვნებს, მოკლედ ეს ადამიანი ჩემთან ურთიერთობას ან ხელისთხოვნას, იმიტომ რომ პატარა-პატარა ფინანსები აქვს მოსაგვარებელი, აი როგორც აქ დაფიქსირდა 4-იანი პენტაკლები გენაცვალე, რაღაცა პრობლემები აქვს, ან არა აქვს საკმარისი თანხა, რომ ოჯახს მოახმაროს, ოჯახი შექმნას. ახლო მომავალში აი ყელის ჩაკრა გაქვთ დაბინძურებული, შედით სასწრაფოდ ჩაკრების წმენდაა და გაიწმინდეთ გოგოებო. მესამე პიროვნება კი ეს უფრო აი ეს პენტაკლი გველაპარაკება ეხლა წელგამართული, იცით რა არის, ისე მყარა და აქვს ფეხები ჯაჭვული, რომ უკვე შეუძლია ოჯახის შექმნას, უკვე, მაგრამ თქვენს სიტუაციას უკვირდება, მატერიალისტი ხართ თუ სულიერად გინდათ მასთან ცხოვრება, მიხვდით ხომ? აი ეგ სიტუაციები ამოდის, რომ შეგიქმნათ ოჯახი, ან თქვენ ყავთ, ან შორს არის პიროვნება კიდე ფიქსირდება, ან თქვენ ყავთ კიდევ თქვი ბავშვები და შეიძლება მასაც ყავს წინა ქორწინებიდან, არც ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ პიროვნება ეხა თავისუფალია და ეძებს თქვენნაირ ურთიერთობას, ანუ ჩამოყალიბებული სიტუაცია უნდა. აქ ამოვიდა მუქთმიანი ქალბატონი, მაღალყელიანი ქალბატონი, შეიძლება თქვენც იყოთ, არც ამას არ გამოვრიცხავ, ყელი ისე გაქვთ წამოღერებული, რომ ელოდებით ამ მამაკაცს ელოდებით და მე ზოგი მიფიქსირდება, რომ შორს არის, შეიძლება ბიზნესები აქვს, შეიძლება სამსახურია, შეიძლება სხვა ქვეყანაში ხართ, შეიძლება ერთ ქვეყანაში და სხვადასხვა ქალაქებში ხართ, ან ისეთი სამსახურები გაქვთ ორივეს, რომ არა გაქვთ დრო, ეს სიშორე ამოდის, მიხვდით ხო? ან შეიძლება ინტერნეტით უფრო, ან ტელეფონით, ან მესიჯებით არის კონტაქტი. ნუ ამოდის 3 ფრთა, 3 ბუმბული ამოდის. ხო თქვი, 3 დროში, გოგოებო, 3 დროში ამოდის სიტუაციის შეცვლა, ამოდის დიდი ხე, ჯერჯერობით ახალგაზრდა ხე არის, პატარა ხე არის, მაგრამ აუცილებლად ესე იგი გამყარდება. პირველი ვარიანტი მეუბნება, რომ აქ იქნება ხელისთხოვნა, ანუ ბოლო-ბოლო ზოგს გრაჟდანსკი ბრაკს რომ ეძახიან, ხო იცით არა? იქნება შეხვედრა, იქნება ურთიერთობა და იქნება გამყარება, ანუ ერთჯერ ქვეშ ცხოვრება იქნება და თქვენ მერე გინდა ხელი მოაწერეთ ერთად და გინდა ხელმოუწერლად იცხოვრეთ ერთმანეთთან. ძალიან გამეხარდა, ძალიან. ეს პირველი ვარიანტი.
კარგით ტაროს ჩავაბრუნებ და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. შეგიძლიათ სამივე ვარიანტს უყუროთ. რა იცით, სად რა რეზონირდება. ეს დღესვე არ რეზონირდება, მე ვამბობ იანვრის ბოლომდე. ამას ვამბობ. აბა მეორე ვარიანტი. აი ეს არის თქვენი მეორე ვარიანტი. გზები, ან მოგზაურობთ, ან შორს ხართ, ან წადი წამოდია, მიხვდით ხო? აქ უფრო საქმიანი სიტუაციები მაქვს, ესე დავდებ ჯერ მეორე ვარიანტი. აბა ამ წელს გათხოვდებით. 10-იანი ხმლები. ძალიან ცუდი სიტუაცია გაქვთ, სანთელმა არ დამიწვას. არასახარბიელო სიტუაცია, ან იყო უკვე, ვინც ჩემს გაშლებს და რიტუალებს უყურებთ და ეს რაც გიშლიდათ ხელს, ხო, ეს პრობლემები მიდის. აბა ვნახოთ. მეურთო ჩემო, ესე იგი, მეფე ამოვიდა, მამაკაცი კვერთხების, ნახეთ, საქმიანი ბიზნესმენი, შეიძლება ეს განშორდით უკვე და განქორწინებაში ხართ, მაგრამ მაინც გიყვართ, არც ამას არ გამოვრიცხავ. ან მეორე კიდევ ვიტყვით, რომ ბევრი უყურებთ, რომ შეგხვდებათ ეს პიროვნება, ან არის უკვე ეს პიროვნება, რომელიც ჯიბეს ავსია, რომელმაც მიწაზე დგას, იცის თავისი გრძნობები, რა უნდა, როგორ უნდა, ვინ უნდა, ერთგულია, ძალიან ერთგული ადამიანია, ჩაკეტილ სუნდუკზე ზის, რომ უნდა, რომ ესე იგი გახსნას თავისი მომავალი ცხოვრებისეული სიტუაციისთვის, თავისი ოჯახისთვის. აი აქ უყურეთ, ხალხსაც ამუშავებს, არ არის ეს ღარიბი ადამიანი, ან სულიერადაც არ არის ღარიბი ადამიანი, როგორი ეს ფეხზე აცვია, ეს ყაწიმები თუ რა ქვია, მოკლედ მჭიდროდ დგას მიწაზე, ძალიან მჭიდროდ დგას, ასე ვთქვათ, შეძლებული ადამიანია. უნდა 10-იანი თასები, ნახეთ, როგორ არ უნდა მეორე ვარიანტი, ან უკვე შეხვედით ურთიერთობაში და მაინც უყურებთ და შეიძლება რაღაცა პატარა პრობლემები გაქვთ, ხო? მაგრამ მე აქ უყურებ, აქ ვიძახი, გათხოვდებით თუ არა და შესრულდება თუ არა კავშირი, ხო? აი ზუსტად აი ამას მიჩვენებს, აი აქ უყურეთ, ბევრი სიტუაციები იყო, ერთი გზა, ორი გზა, მესამე გზა, უყურეთ და ესე იგი, აქაც რუნა დაფიქსირდა, მეხივით გეცემოდათ. სხვათა შორის თქვენ აქ მიჩვენებს, რომ პიროვნებები, ვინც შეგხვედრიათ, ხო, იყვნენ კარგი პიროვნებები, როგორც გამოსაჩენი, სიმპათიურები, შეძლებულები, მიხვდით ხომ? იციან რა უნდათ და კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს არ უცხოვრიათ. მეორე ვარიანტი, პირდაპირ გეტყვით, რომ კი, თქვენ ნამდვილად, აი უყურეთ, აქ, აი ეს არის ხე, ნახეთ ხეს ხო ხედავთ, აი. როგორი გამყარებული ძირია, ან უკვე ხართ ურთიერთობაში, ახალი შესული ხართ, ან ნამდვილად უკვე შეხვალთ ურთიერთობაში. ამას წყალი არ გაუვა. კი, აქ მე უკვე შემიძლია თითქმის დავამთავრო ჩახედვაც, წაკითხვაც ყავის ჭიქაზე. აქ იცით რა არის, 3 სამკუთხედია მოგდით, გოგოებო. 3 სამკუთხედი, 3 დიდი საჩუქარი, 3 სურპრიზია მოგდით, მიხვდით ხო? 3 შვილსაც არ გამოვრიცხავ. იმიტომ რომ აქ ისეთი მამაკაცი ამოვიდა, რომ თქვენ აი ამ დარტყმებს, მაგიურ დარტყმებს აგაცილებთ, მიხვდით ხო? გამოგიყვანთ მდგომარეობიდან, ფინანსური პრობლემებიდან გამოგიყვანთ და ძალიან თბილი და ჰარმონიული ურთიერთობა გექნებათ.
თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ გოგოებო, რომ ეს ნუ თუ მე დავიმსახურე, მიხვდით ხო? და კიდე ავხსნი ისე რომ ბევრი მიყურებთ რომ აქ ძალიან დიდი სურვილი გაქვთ ჩაფიქრებული სამყაროსთან და ძალიან ჰარმონია, ძალიან გადასარევი, ნათელი ცხოვრება გელოდებათ გოგოებო, აი ძალიან ნათელი ცხოვრება გელოდებათ, იქნება ერთად მოგზაურობა, გექნებათ გადაადგილებები, გექნებათ ახალი ჭერი, ეს სამი სამკუთხედით შეიძლება მასე რეზონირდეს თქვენზე, რომ შეიძლება არის ხო დაჩა, სახლი, ანუ აგარაკი სახლი, შეიძლება კორპუსიც იყოს, ხო? აი ეს უფრო უძრავ ქონებას, შენობებს, შეიძლება ბიზნესი, შეიძლება ახალი ან რაღაცას აკეთებთ თქვენ საქმეს და ეს მამაკაცი დაგეხმაროთ, მიხვდით ხო? აი ძალიან სტრესული სიტუაციაში ხართ შეიძლება და აი ეს მამაკაცი გამოგიყვანთ სიტუაციიდან, ასე რომ სამყარო გაძლევთ ჩემო კარგო, მეორე ვარიანტი უკვე გეუბნებით რომ კი, აი წყალი არ გაუვა, თქვენ ძალიან კარგ ურთიერთობაში შეხვედით ან შედიხართ, შეხვალთ. კარგით, მოდით ახლა გავაკეთოთ, მივხედოთ მესამე ვარიანტს. ძალიან გამეხარდა, აი მესამე ვარიანტი ეს თქვენი ჭიქა. და ვნახოთ რა იქნება, ხო? ვნახოთ რა იქნება. გათხოვდებით თუ არა და ხელს გთხოვს თუ არა. ვინც არის, ან ვინ გამოჩდება, ვინ იქნება. მესამე ვარიანტი ჩემი გამომწერი გოგოები, ვნახოთ რა არის. ნუ ორიანი პენტაკლი, აქ უფრო მეუნებიან რომ ბავშვები ყავთ, ჩემო კარგებო. ნუ ოთხიანთასები ელოდებით მოლოდინში ხართ, თქვენი ბედი ღბალის მოლოდინში ხართ, ან ბავშვების გამო შეიძლება ფიქრობთ, რომ აი მე ვის უნდივარ და აი ვინ წამიყვანს და ან მამაკაცი თუ ყავთ უკვე გვერდზე, აი იკავებს ჩემი შვილების გამო. ეს არ შეუშლის ხელს, ეს არანაირად არ შეუშლის ხელს. აი უყურე, ეს არის თქვენი იზოლაცია, ეს არის თქვენი ნერვიულობა, ეს არის თქვენი შიში, რომლებიც მიმდინარეობს თვით დაბლოკვა, თვით იგნორირება, თქვენ თვითონ იკეტავთ თქვენ ბედს გოგოებო, აი ამ შიშით, უყურეთ, აი ამ შიშით, ან მარტო დარჩით წინა ურთიერთობიდან ბავშვებთან ერთად და ვერ უმკლავდებით ფინანსებიდან გამომდინარე და ესე გაქვთ ოცნება რომ შემხვდეს რომ ისეთი ადამიანი რომ დამეხმაროს და გამომიყვანოს მდგომარეობიდან. მოდის პრინცი ჩემო კარგებო, მოდის პრინცი თეთრ რაშზე, ძალიან სწრაფად იცვლება სიტუაცია თქვენ ცხოვრებაში, მესამე ვარიანტი, მაგრამ ჩემი დარიგებასავით მიიღეთ, იმიტომ რომ ვიცი რომ მენდობით და აი ეს შიშები, უყურეთ, აი ეს შიშები თვით დაბლოკვები, ხო? მოიშორეთ, თორემ აი ეს მოლოდინად დაგრჩებათ, მოდის პრინცი ოჯახში, მოდის არ ინერვიულოთ და ძალიან თბილი, ძალიან კარგი, სიმპათიური, კარგი, შეძლებული, ჰარმონია თბილი, მოსიყვარული ადამიანი მოდის, იცის ქალის დაფასება, თქვენ შვილებსაც, ვისაც ყავთ, ან შეიძლება ამ პიროვნებასაც ყავს, არ გამორიცხავ, ესეც ელოდება თქვენნაირ ადამიანს, რომ შემოვიდეს თქვენთან ურთიერთობაში, ასე რომ აი ეს რვიანი ხმლები, ნუ იკეტავთ თქვენს თავს, მე ასე გეტყვით, ნუ იკეტავთ თავს, შვილები არასოდეს არაა კაცისთვის პრობლემა, მამაკაცი შვილებიანი ქალიც მიუტოვებია თუ არ უნდა მასთან ყოფნა და ასევე პლუს შვილებიანი ქალი მოუყვანია მერე ცოლად თუ უნდა. აი აქ ხმლები ხო ვთქვი არა, ხმლები და ისევ ცრემლები, ეს თქვენი ხმლებია, თქვენ იკეტავთ თავს, მეგობრებო, გოგოებო, რატო დაუსვით აქ წერტილი, რატო შეწყვიტეთ ძიება, იმედგაცრუებები, ნუ გაქვთ ეს იმედგაცრუებები, ნუ
აქ წარსულში თუ არ გაგიმართლათ და X-ი გაქვთ გადასმული, აი აქაც არის კი, აღარ გინდათ ეს ურთიერთობა, აი ბევრს მიჩვენებს, რომ ელოდებით წარსულში კიდე აქ მეუბნებიან, რომ არის განქორწინება დიდი ხანი და სხვა ადამიან, სხვა ქალთან არის, სხვა გოგოსთან არის თქვენი მეუღლე და ყოფილი მეუღლე, დაანებეთ თავი, ნუ ელოდებით, თქვენს ბედს იკეტავთ, აი უყურეთ, ეხლა ჭიქამ უფრო კარგად ახსნა, იკეტავთ ბედს აი ამ ლოდინით, ბედს იკეტავთ, გაუშვით, იმიტომ რომ თქვენ სამყარო გაძლევთ ძალიან ძვირფას მამაკაცს თქვენს გვერდში, ნუ კეტავთ, თორე მერე აი ამ ბედნიერებას, ხო, სხვასთან გაუშვებს, იმიტომ რომ თქვენ როცა აღარ შეუშვებთ იმ დროს, ხო, როცა სამყარო გაძლევთ, სხვასთან წავა ეს ბედნიერება, დამიჯერეთ გოგოებო, გაუშვით, ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ, გაუშვით და ახალ რიტუალებს უყურით, რომ ახალი მამაკაცი მოიზიდოთ. როცა მაქსიმუმ 8 თვეზე, მაქსიმუმ წელიწადზე მეტი კაცი წასულია, დაანებეთ თავი მის გამოწევას, არ გამოვა, იმიტომ რომ თქვენ აღარ გაქვთ, აღარ არის ის თქვენი სამყარომ გადანაცვლება გააკეთა, მიხვდით ხო? თქვენ აღარ გძინავთ ერთად, აღარ ჭამთ ერთად, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. საჭმლის ერთად ჭამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დამიჯერეთ, საკვები იგივე რიტუალია, იგივე ჰარმონია, იგივე ერთად ყოფნა, შერწყმა და თქვენ ეს აღარ აგაქვთ, მიხვდით ხო? ერთმანეთის სუნთქვას აღარ ისმენთ, ეს აღარ არის თქვენი ადამიანი, გაუშვით, ეს ჭიქაზე ვუყურებ მე ხა და ჭიქით გელაპარაკებით, ლარნაკით, მიხვდით ხო? ფინჯანით ხო? ლარნაკი ძალიან მელაპარაკება დღეს და რა უნდა ვერ გავიგე. ხო, აი უყურეთ, აი ჩაშვებულია ღუზა, გაჩერებული საქმე, აი ეს 4-იანი თასები გაუშვით, ნუ ესე იგი ითარსავთ თავს, პირდაპირ გეტყვით რა. ტ ამოვიდა, შეიძლება ტამარა, თამუნა, ტატო, ტ კიდე შეიძლება გვარის ინიციალი იყოს, ასოზეც კიდე, ალექსი, ალეკო ესეც არის კიდე. იცით რა არის? აქ იყო ერთი ვარიანტი, რომელიც თქვენ, აი იყო ვარიანტი, რომ ესე იგი პიროვნება გელოდათ და მეუბნებიან ასე, რომ დრო ერთი არ მიყურებს, რომ თქვენ გაუშვით ეს მამაკაცი, დაიღალა ლოდინით, რატომღაც არ მიიღეთ თქვენს ცხოვრებაში, არ მიიღეთ ეს მამაკაცი და წავიდა და ეხლა ხო გეუბნებით შემოდის და რომელიც დაგეხმარებათ თქვენ სიტუაციებიდან გამოგიყვანთ, აუცილებლად გვერდში მდგომი ადამიანი იქნება და ყველაფერს, იმიტომ რომ აქ ხო ერთი არ მიყურებს, ყველაფერს, ესე იგი, თავის ადგილას დააყენებს, გოგოებო, ყველაფერს დააყენებს თავის ადგილას. ლ-ასო ომარი დაიწერა, დავითი დაიწერა, 27, 33, 30 დაიწერა, 320 შეიძლება ავტომობილის ნომერია, არ გამორიცხავ, ან 33 იგივე 6-იანია, არც ამას არ გამორიცხავ. აქ იცით როგორ არის გოგოებო მესამე ვარიანტი? ორი ბედი ამოდის, ერთი ხე აქეთ არ მიდის, მეორე ძირით აქეთ მიდის, უყურეთ. აქაც არა გაქვთ ცუდად საქმე, მაგრამ აქ პირდაპირ გეუნებიან, გაუშვით წარსული, მთლიანად გაუშვით, მთლიანად, რომ თქვენი ცნობიერებაში კი არა, ქვეცნობიერებიდანაც უნდა გააქროთ და იმ შემთხვევაში უყურეთ, აი ამ ადგილას, ერთი წუთი, აი ამ ადგილას ეშმაკი გეთამაშებათ, რქებით აქეთ-იქეთ და აი ეს 8-იანი ხმლები, რომ ესე იგი არასასურველ, არანათელ ძალებს აძლევთ იმის საშუალებას, რომ თქვენივე ნეგატივით 8-იანი ხმლებით აი ეგ რო ამოვიდა, რომ ესე იგი იკეტავთ აი ამ ფეხსაცმელი ამოვიდა ქუსლიანი, რომ არ გაბედნიერდეთ, რომ არ შეხვიდეთ კავშირში, მიხვდით ხო? ორივე გეძლევათ.
აი აქაც ორი მამაკაცი ამოვიდა პენტაკლების და თასების პრინცი მეტი რა გინდათ გაიწმინდეთ სიტუაცია გაუშვით სანამ ამ ტოქსიკურ და манипуляციურ ადამიანს არ გაუშვებთ ხო თქვენი ცხოვრებიდან არ გამოვა არაფერი აი მესამე ვარიანტი ასეა როგორც კი მიხვდებით რომ გაუშვით წარსული ეგრევე ორი ვარიანტი ამოდის ორი შანსი გეძლევათ გოგოებო ორი შანსი გეძლევათ ეხლა მე კიდე აი ესე დავამთავრებიცით როგორ თითო კარტას დავდებ სამივე ვარიანტზე ეს სანთელი ტყუილა არ არის წმენდავს ნეგატივს ჩემი დრაკონჩიკებიც აიღურეთ დრაკონჩიკი იცნობთ უკვე ხო ხო აი ეს წითელი დრაკონჩიკიც უყურეთ აქეთ დევს გვეხმარება ნახოთ აბა პირველი ვარიანტი როგორ მოხდება განვითარება საბოლოოდ გადასვლა მოგიწევთ ან რაღაცის დათმობა, დატოვება შეიძლება ქვეყნის, შეიძლება ზოგიერთი პიროვნებების, თანამშრომლების, ნათესავების, ვის გამოც ესე იგი თქვენ ვერ დგავთ მაგ ნაბიჯს, ხო? ან ბავშვები თუ ყავთ, არ არის პრობლემა, კარტი გეუნებათ თავისუფლად გადადგით ნაბიჯი, იმიტომ რომ ძალიან გრძელი და ძალიან დიდხნიანი ბედნიერება გელოდებათ გოგოებო. აი მიდიხართ, დახუნძლული მიდიხართ ახალი ცხოვრება წყვილებში და თქვენს ახალ სახლში, თქვენს საერთო სახლში შედიხართ, უყურეთ. ძალიან კარგი და კარგი ურთიერთობა, კარგი შერწყმა, აწყობა, შეიძლება საქართველოში იყიდოთ უძრავი ქონება, ან უკვე იყიდეთ და მამაკაციც მოვა აქ თქვენი ბედი. მეორე ვარიანტი, აბა ვნახოთ, აბა გათხოვებაზე რა ხდება? კი, იქნება სამიანი თასები, იქნება, მაგრამ ცოტა რა არის, იცით, ეხლა დაქალები და ძმაკაცები და ასე შემდეგ მეგობრები სრჩევა და დედმამიშვილების კარგია, მაგრამ რა არის, იცით, ცოტა თქვენ თავს დაუჯერეთ, იმიტომ რომ ცოტა მოусმინეთ სხვებს და ეგრევე ორსულობაც იქნება და რა თქმა უნდა გახარება, გამრავლება, გაბედნიერება იქნება ჩემო კარგებო. ძალიან კარგი. იზეიმებთ, მოკლედ აღნიშნავთ. და მესამე ვარიანტი, აბა როგორ გადაწყდება თქვენი გათხოვების ამბავი. ხო ვთქვი, აი მსოფლიო, ესე იგი რა არის, იცით, შორიდან, აი ცოტა გაგეწელებათ სიტუაცია, თუ არ კონკრეტულად არ გაუშვებთ იმ მესამე პიროვნებას და შორიდან მოდის ორი პიროვნება, მიხვდით, ხო? და აი გრძელხნიანი, ძალიან კარგი სიტუაცია, კარგი ბედნიერება გელოდებათ. თუ სწორედ გადადგავთ ნაბიჯს და გამოხვალთ აი ამ მიძინებული და გასაიდუმლოებული თქვენთვის რო ფიქრობთ მარტო, ხო? აი მარტო აღარ იქნებით, გამოდით წარსულს დაანებეთ წარსულს თავი და გამოდით ამ ემოციებიდან, ჩაკეტილი სიტუაციებიდან, ამ ბლოკებიდან გამოდით მესამე ვარიანტი და დიდხნიანი ურთიერთობა და დიდხნიანი კი აი ოჯახი ნახეთ გახარება გამრავლება შვილებთან ერთად ნუ ნერვიულობთ ნუ გოგოებო ყველაფერი კარგად იქნება მოკლედ თქვენთან იყო ნინია მოიწონეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი გელოდებით პირად დიაგნოსტიკებზე ყავაზე ტაროზე და ასე შემდეგ მომავალ შეხვედრამდე მიყვარხართ